მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და სახალისოა. ეს პროცესი, როდესაც არაფრისგან, ასე ვთქვათ, იღებ ფორმას, განსაკუთრებულ ემოციას აჩენს, სამყაროსგან მოწყვეტა ხდება, თითქოს შენ ქმნი რაღაც ახალ სამყაროს და როდესაც ეს ხვრცაც მოწონთ, ეს კიდევ ორმაგად უფრო სასიხარულო და სასიამოვნოა. მე ვარ ლევან ებრალიძე, კერამიკის შემოქმედებით სახელოსნოებრას დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. კერამიკასთან პირველი შეხება მქონდა მოზარდობისას მამაჩემის სახელოსნოში. 90-იან წლებში მას ჰქონდა სახელოსნო, სადაც დავდიოდი ხოლმე და პირველი ანაბანა ვისწავლე იქ. ზოგადად შემოქმედებითი პროცესთან კავშირი ყოველთვის ჰქონდა, ხატვის თუ წერის სახით, მაგრამ ძერწვამ და თიხასთან შეხებამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემში, რადგან ამ ფორმის გამოყვანის შემოქმედებითი პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო ჩემთვის. შემდეგ მცდელობა მქონდა უკვე მოგვიანებით 2000-იანებში მეც რო გამიკეთებინა სახელოსნო, მაგრამ მაშინ მივხვდი რომ რთული იყო ეს ყველაფერი და ბევრ რესურსთან და ნიუანსთან იყო დაკავშირებული და ამიტომ სხვა მიმართულებებით წავედი. მაგრამ 4 წლის წინ 2020 წელს უკვე გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ გავუკეთებინა სტუდია და ეს ოჯახური ტრადიცია აღვადგინე. ამ ხელობის შესწავლა ერთდროულად რთულიც არის და ადვილიც იმ გაგებით, რომ დახელოვნებას, რა თქმა უნდა, დრო ჭირდება, როგორც ნებისმიერ პროფესიაში და მით უმეტეს ასეთ რთულ დარგში, მაგრამ ადვილში მას გულისხმობდი, რომ ეს სასიამოვნო პროცესია და არა რაღაც იწულებით და ძალდატანებით აკეთებ კაცი, არამედ სიამოვნებას განიცდი ამ პროცესში და ეს რა თქმა უნდა აადვილებს, იმიტომ რომ რაც არ უნდა ბევრი დრო დაჭირდეს ამ პროცესში შენ თვითონაც იზრდები როგორც შემოქმედი, შენი ნამუშევრებითაც ეთქვა კმაყოფილებას განიცდი, როცა გამოგდის ის რაც გინდა და ზოგადად ზრდის პროცესით შთაბეჭდილების ქვეშ ხარ დიდი ხნის მანძილზე. საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია საბოლოო სახით ნამუშევრის კერამიკაში მიღება. ხშირად ადრიან ხოლმე 4 ელემენტს, მიწა, წყალი, აირი და ცეცხლი, იგულისხმება ის, რომ თიხა, რომელიც იხსნება წყალში, რომ მივიღოთ კონსისტენცია, რომელთაც შეგვიძლია გამოძერწოთ სხვადასხვა ფორმა. შემდეგ ეს ჰაერზე შრება, გადის პირველ გამოწვას. ამის შემდეგ იწყება ფორმაზე მოხატვა სპეციალური საღებავებით. ანუ მეორე დარგი ერთვება, ასე ვთქვათ, პროცესში. კერამიკოსი, შემდეგ ხატვარი და ბოლოს ხდება მოჭიქურება და ხელმეორედ გამოწვა. ეს პროცესი სირთულიდან გამომდინარე და ნამუშევრის ზომიდან გამომდინარე სხვადასხვა დროს მოითხოვს, შეიძლება 2-3 კვირაც კი დაჭირდეს. იმიტომ რომ ხელოვნურად დაჩქარება არ მოგცემს სასურველ შედეგს და ამიტომ ეს დიდი რუდუნები და დაკვირვებით ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება გიწევს, რომ საბოლოო შედეგი გამოვიდეს სრულყოფილი და რომელიმე ნაბიჯზე თუ შეცდომა დაუშვი, მე ყველა დანარჩენი წყალში იყრება და დიდი ზარალია ბუნებრივია. დღესდღეობით ტექნიკა უფრო დაიხვეწა, შეიცვალა, ბევრი სიახლეა, რასაც თეორიული შესწავლის გარდა აუცილებლად ჭირდება ხანგრძლივი პრაქტიკა, რომ თითოეული ნიუანსი გაარკვიო და შემდეგ იმის მიხედვით იმოქმედო. ეს რა თქმა უნდა ისევ დროს და მოთმინებას და ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს. და რაღაც დროში უკვე აღწევ ისეთ შედეგს, რომელიც დამაკმაყოფილებელია და წინ ახალ გზას გიხსნის და ახალ ჰორიზონტს აჩენს. ძირითადად მე და ჩემი მეუღლე ვარჩევთ ხოლმე, რა შეიძლება გაკეთდეს ფორმა იქნება თუ
ნახატი ამ პროცესში მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთთან კავშირში იყოს ნახატი და ფორმა, ანუ ყველაფერი ერთმანეთთან არ მიდის ბუნებრივია. ძირითადი თემა ხა ყვავილები გვაქვს, თუმცა სხვაც ბევრი რამ შეიძლება რა თქმა უნდა ნახატში იყოს გამოყენებული. რაც შეეხება თვითონ ნახატების ინსპირაცია შეიძლება თქვათ რამე ფოტო ნახო, ან თვითონ გადაიღო გარემოში, ან ნატურიდან ასე თქვათ აიღო და სხვადასხვა ელემენტები ერთმანეთს დაუკავშირო, ისევ და ისევ ფორმის გათვალისწინებით და ფუნქციაც ასევე გააჩნია რა ფუნქცია აქვს ნივთს, რომელიც უნდა მივიღოთ მომავალში და ისევ და ისევ ამ ყველა ნიუანსის ერთობლივი თავმოყრით და გათვალისწინებით ვიღებთ საბოლოო პროდუქტს. მრავალფეროვანია ეს ასორტიმენტი, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს როგორც ყველა სფეროში ძირითადი მიმართულებები. ძალიან პოპულარულია სანათები მაგალითად, ლარნაკები, კედლის საათები, სახილეები, უფრო ძირითადად ესენი, ასევე არის ხელსაბანი ნიჟარები, ჭურჭელი სხვადასხვა, დეკორის ასევე და მეცი თქვით რაც შეიძლება გაკეთდეს კერამიკაში, ყველაფერი შეზღუდული არ ვართ, ქოთნები იქნება თუ სხვა რამ, თუმცა მთავარი მაინც როგორც მოგახსენეთ, ეს სანათები, ლარნაკები, სახილეები, აი ესეთი ნივთები. განსაკუთრებული мотиваციის მომცემია დამკვეთების შეფასება. რა თქმა უნდა, თვითონ შემოქმედებითი პროცესი ერთი მხრივ სასიამოვნოა, მაგრამ როდესაც ამას სხვა შეგიფასებს, შეიძენს და აღფრთოვანებას გამოხატავს, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი мотиваციის მომცემია და ეს ადამიანურად ძალიან სასიამოვნო. საბედნიეროდ განებივრებული ვართ ამ მხრივ, ძალიან მოწონთ ხოლმე. განსაკუთრებით როცა მიიღებენ თქვათ ნამუშევარს, ვინც ონლაინ უკვეთავს, ფოტოში მაინც არ აღიქმება ამ ხელნაკეთი ნამუშევრების რეალური სახე და ეს მუხტი, რაზეც მქონდა საუბარი. და შემდეგ იწერებიან ხოლმე, რომ აი ფოტოში სხვა იყო და რეალურად გაცილებით უკეთესია და ბევრი თბილი სიტყვა და შეფასება მოდის და ეს იმ დაღლას და იმ შრომატევად საქმის გვინეიტრალებს, ასე ვთქვა და პირიქით ახალ მუხტს გვაძლევს, რომ გავაგრძელო და ახალი ნამუშევრები შევქმნათ. სულ ამ საქმით ვარ პირადად მე ყოველ შემთხვევაში დაკავებული. ესეთი დასვენების დღეც კი ფაქტიურად არ გვაქვს ესე რაღაც ოფიციალურად გამოყოფილი, ხანდახან რა თქმა უნდა ვახერხებთ, მაგრამ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ დილიდან ღამემდე სხვადასხვა ნაწილით ვარ დაკავებული ამ ბიზნესის თვალსაზრისით, ან შემოქმედებით თვალსაზრისით, ადამიანებთან ურთიერთობა, მარკეტინგი ცალკე და უამრავი ნაწილი კიდე. ამ საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მანამდე ძიებაში ვიყავი აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროებში, მაგრამ ერთად ვერ ვიპოვე ჩემი თავი. და როდესაც დავუბრუნდი ისევ ამ შემოქმედებით პროცესს და საქმიანობა და კარიერა, ასე ვთქვათ, დაუკავშირე, ვიპოვე ჩემი თავი, არ მბეზდება ეს საქმე. და თან ესეთი ამოუწურავი სფეროა, იმიტომ რომ ყოველთვის სხვადასხვა რაღაცას აკეთებ რა, ერთი და იგივე არ არის, რაღაც განსხვავებულია, შენ თვითონაც იზრდები, ეს ნამუშევრებიც უფრო და უფრო იხვეწება, უფრო და უფრო მასშტაბურიც ხდება პრინციპში წარმოების თვალსაზრისით. და ჯერჯერობით მაქვს სურვილი რომ საქმეში ვიყო და გავაგრძელო და არანაირი მობეზრების მომენტი არ არის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ესეთი ცვალებადი განწყობების და ხასიათის ვარ ზოგადად და
აი ამ საქმემ დამიჭირა თუ შეიძლება ასე ითქვას და წლების მანძილზე ესე ნაბიჯ მივედივართ წინ.